არის გასწორებული ყვარელს გურჯაანსა და თელავს ვერც ცეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა უშველა. განადგურებულია ათეულობით ჰექტარი ვენახი, საზამთროს ბაღები და სიმინდის ყანები. ზარალის შესაბამისად ათეულობით მილიონი ლარით განისაზღვრა. მოსავლის გარეშე დარჩენილი კახელი ფერმერები ვერც აგროსესხების გადახდას შეძლებენ. ლიერის ეტყვის შედეგად ყვარლის რაიონში ათეულობით ჰექტარი ვენახი, სიმინდის ყანები და საზამთროს ბაღებია განადგურებული. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ და აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურების გარეშე აგროსესხების გადახდას ვერ შეძლებენ. დახმარება გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამოდოლა მოსავალის უგანადგურდა და თუ არ დაგვეხმარა მთავრობა, რით რა უნდა გავაკეთოთ? სტიქია დაგვაძარალა ძალიან ყვარლელი ხალხი, ვენახები, ბაღები. ნახეთ, თქვენი თვალით ხედავთ, ამ მდგომარეობაში 50-60% გაფუჭებულია მაინც გურძენი. ძლიერის ეტყვა გვიან ღამით დაიწყო გურჯაანსა და თელავშიც. კომპანია დელტას ინფორმაციით, სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები აამუშავეს, თუმცა ზარალის თავდანაწილება მაინც ვერ მოხერხდა. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დაგვიყენეს, მაგრამ არაშველის არაფერს. პირიქით, უფრო უარესია. ვითარება ის არის, რომ ხალხმა ვისესხეთ და პურის ფული ლუკმა გამოვიდეთ პირიდან და მოიყვანეთ ბაღები და იგი 5 წუთში ცარელები დაგვსხა. შესაძლებლობიდან გამომდინარე არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მაქსიმალურ რეჟიმში იმუშავა და სულ გასეტყვილი ფართობი ამ მომენტში არსებული მდგომარეობით არის 2700 ჰექტარი, თუმცა მეორე უფრო დიდი ზარალი იყო მოსალოდნელი. უხვინალექის გამო მდინარე ახაშენის ხევია დიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა სოფლის ერთი ნაწილი დატბორა. წყალმა 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები მთლიანად გაანადგურა. გადახდილია სახურავები. ხევიდან მოტანილმა ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალით ჩახერგა. ხედავთ, რომ ჯერი დაგვიზიანა და სადაც ცხოვრობთ იმ სახლს კიდე სულ გადახადა. თლიანი გაჯით ჩამოსხმული გვაქვს ჯერი, თქვენ თვითონ ნახეთ ისევ მოწმე ხართ, რომ ჩამოიგრა სულად. ყვარელში სტიქიის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი იმყოფებოდა. დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას სტიქიის დაზარალებულების დროული დახმარებისკენ მოუწოდა. ძალიან დიდია ზარალი, ფაქტიურად 100%-იანი ზარალია იმ უბნებზე, სადაც სეტყვა მოვიდა და აუცილებელია მოიძებნოს ფორმები მათი დახმარების. აუცილებელია სახელმწიფო დახმარებაც და განსაკუთრებული თხოვნა, რაც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქნებ მოხდეს შუამდგომლობა ბანკებთან, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა მათგანს აქვს გამოტანილი ბანკის ვალი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ არ იცის, როგორ აუნაზღაურდებათ გლეხებს ზარალი იმ შემთხვევაში, თუ მოსავალი დაზღვეული არ აქვთ. ვისაც დაზღვეული აქვს, მათ პრაქტიკულად სანერვიულო არაფერი არ აქვს და თქვენით 60% დაზღვევისას იხდის სახელმწიფო. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვისაც დაზღვეული არ ჰქონდა ეს ტერიტორიები, ჩვენ აღწერთ ამას და შესაბამის ორგანოებს მივერთით ამ ინფორმაციებს. წინასწარი ვარაუდით, წუხანდელი სტიქიის გამო რეგიონს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა. მჟავრდებული, რომელიც დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება 25 წლის პატიმრის დედა გლდანის ციხის ადმინისტრაციას არა ადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. სხეულზე მიყენებული დაზიანებების საახო დამცველის წარმომადგენლებას დააფიქსირეს და რეაგირებას პროკურატურისგან ითხოვენ. ფიზიკური ანგარიშწორების შედეგად როლანდ კორაბოჩკინი წელს ქვევით მოწყდა და მხოლოდ ყავარჯნების საშუალებით ახერხებს სიარულს. მომიკლა ნაცემარშვი 25 წლის პატიმრის დედამ გლდანის ციხიდან მისი შვილი სტანსაცმელი და ყავარჯენი გამოიტანა. ეთერ კორაბოჩკინა აცხადებს, რომ მისი შვილი გლდანის საპატიმროში სასტიკად სცემეს. დედა შვილის ცემაში საპატიმროს ადმინისტრაციას ადანაშაულებს. მისი განცხადებით პატიმარს ციხის 12 თანამშრომელი ერთად ურტყავდა. სართულის მორიგემ, რეჟიმის უმბროსმა, მოადგილემ, უშიშრომა, მარტო ჩემი შვილი კი არა. პატიმრები, ვინც იყო მაქსაგანზე, ვინც იყო დავშნე ყველა ატატებული ბაღანა წესვეით მოწყვეტილია ბომში. ხელით გამოიყვანენ და ორი ჯოხი ქონდა ბაღანას. დედაცემის მიზეზად პატიმრის ავადმყოფობას ასახელებს. ეთერ კორაბოჩკინა ამბობს, რომ მისი შვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ამ ინციდენტამდე ერთი თვით ადრეც სცემეს და ხერხემალი დაუზიანეს, რის გამოც ის მედიკამენტებს ითხოვდა. ექიმს თხოვლობდა და წამლებს. კარებზე დაარაკუნა, როგორ დაარაკუნეოთ, მომიკლენ შვილი ნაცემარში. რითი რას ურტყავდნენ, რითი? ხელით, ფეხით და აი იგი რომ ჯოხით.
ნაცემი პატიმარი გლდანიდან რუსთავის მე-6 საპატიმროში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მხოლოდ მას შემდეგ მიეცა დედას შვილის ნახვის საშუალება. უფლებადამცველი აცხადებს, რომ პატიმარს სხეულზე არაერთი დაზიანება აქვს. ჩემი თვალით ნახეთ, რომ ეს ადამიანი არის წელსკვებით მოწყვეტილი. პრაქტიკულად ხელის სარეში, ზურგის არეში სისხლის ჩაქცევები აღენიშნებოდა. მრავლობითი დაზიანებების შესახებ საუბრობს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომელმაც საპატიმროში მსჯავრდებული გუშინ მოინახულა. ომბუდსმენის ოფისი მოითხოვს, რომ მომხდარით პროკურატურა დაინტერესდეს. ამოღებულ იქნა ჩვენს მიერ სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც დაფიქსირებულია მის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია. რას ქვია უფროსმაცემმა? ვინ გითხრათ? რატომ უნდა გავაკეთო მითხარ? აი თითოეულ პატიმარზე როგორ შეიძლება მინისტრმა აკეთოს კომენტარი, აი გეკითხებით. ასეთი კომენტარი გააკეთა პატიმრის ცემის შესახებ სასჯელ ახსრულების მინისტრმა მედიასთან. თუმცა მოგვიანებით გიორგი მღებრიშვილი მთავრობის ხდომიდან გამოვიდა და როლანდ კორაბოჭკინის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. ამ ფაქტს არ ვადასტურებ კატეგორიულად. მისგან ამოღებული არის ესე იგი აკრძალული ნივთები პატიმარის სასჯელს იხდის სირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურებისთვის. სასჯელ ახსრულების სამინისტროს ინფორმაციით 18 ივლისს პატიმარმა ბადრაგის თანამშრომლებზე თავდასხმასა და რის გამოც მასზე ახალი საქმე აღიძრა. ამ ბრალდებას პატიმრის დედა არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ბრალი მის შვილს სასჯელ ახსრულების სამინისტრომ მათივე დანაშაულის გადასაფარად დასთო. პლასმასის ჭიგებში ბრიტვა ჩაკარენ. მოკიდენ თავზე, ასეთ თმაზე. მოკიდენ და ჩააფურთხევ. პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კორაბოჭკინს არც ექსპერტიზა ჩატარებია. მათივე განმარტებით, ცემა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. თავად პატიმარი კი პროტესტის ნიშნად უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. 5000 სახში ვედოს, მანქანაზე ვიმუშავებ. ხალხმა როგორ უნდა გადაიხადოს, ამდენი გადაწახა. ეს ინტერესებს იცავს ხელისუფლება აიღებენ თუ არა მონოპოლიას საქალაქთაშორისო რეისებზე მსხვილი კომპანიები. ჩვენი მონაცემებით ეს არის კომპანია, რომლის უკანაც ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დგას. შეფერილობა, მუცლის ტკივილი, ბაღარათი, შეკრულობა. თუ ნაწლავების უამინდობა გაწუხებთ, მიიღეთ ბიფლორაკი და გათავისუფლდით უსიამოვნო შეგრძნებებისგან. ბიფლორაკი ეფექტურად აღადგენს ნაწლავთა მიკროფლორას და მიზანშეწონილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. გამოყენებამდე გაეცანეთ ინსტრუქციას, გოდით მოვლენებზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. ყურადღება სასწრაფო სარეკლამო განცხადება მოსახლეობა კარგავს მინერალებს. როცა კარგავ მინერალებს, იკარგება სიცოცხლის ძალაც და უბრალოდ ითიშები. მაგრამ არსებობს გამოსავალი. მხოლოდ მიტარბი შეიცავს აქტიურ მინერალებს. მათი დახმარებით მინერალური წყალი მოპოვების უმაღლეს წერტილში 1320 მეტრზე ამოდის. სწორედ ამიტომ მიტარბის აქტიური მინერალები გმატებს ენერგიას და ცხოვრების ხალისს. მიტარბი დაიმუხტე მინერალების ძალით. თეგეტა მოტორსში გრანდიოზული გათამაშება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. ყოველ დახარჯულ ასლარზე მიიღეთ გათამაშების 1 ბილეთი. თამაშდება Mazda 3, 2 საგზური მალდივებზე, 3 iPhone 6, 3 ლეპტოპი და სხვა 20000-ზე მეტი პრიზი. ერთკვირიანი ფასდაკლების აქცია კარტურში. ქვილი 80 თეთრი, შოკოლადის კრემი 3 ლარი და 95 თეთრი. სარეწმე საშუალება 11 ლარი და 95 თეთრი. გვეწვიეთ კარპური, ყოველთვის დაბალი ფასები. რომილოში გრუნტი 19 და 90, შესაფუთი ხის მასალა 7 და 90, ესპანური კაფელი 14 ლარი და დომინო. ივლისში ყოველ დღე GPS-ი გთავაზობთ 30%-მდე ფასდაკლებას ბავშვთა პროდუქტებზე. მათ შორის ელფი წარმოგიდგენთ ჰაგისის საფენებს 20%-იანი, პილოს ბავშვთა იტალიურ ტრუსებს 25%-იანი და მუსტელას ბრენდის ბავშვის მოვლის საშუალებებს 20%-იანი ფასდაკლებით. დილოლი წარმოგიდგენთ ორახალგემოს. პიტრის დარღუნა ბიჭისთვის, მარწყვი და ალუბალი გოგოსთვის. მაუროიკარდი, მრავალსერიან სატელევიზიო. ბიჭებო, არავის აგიღიათ ჩემი დილოლი. სკანდალის როლში. ახალი დილოლი გოგოსთვის და ბიჭისთვის. არაგერიოს. Elite Electronics-ში შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის Bosch-ის კონდიციონერი 500 ლარამდე ფასდაკლებით და მიიღეთ მონტაჟის საჩუქრად. როცა ერთი ტუკი მეორეს ხვდება, მათ შორის კი შიგთავსია, ეს უკვე ახალი სუპერ სასწრაფოა. ორი კრეკერი ტუკი მადის აღძვრელი შიგთავსით, რომელიც 9-ში უნდება. ტუკ სენდვიჩი, გემრიელი სახელმწებისთვის. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. სამსახური.
წერილები. ბავშვის მოვლა უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. ლიოტონი ეფექტურად ამცირებს ფეხების შეშუპებასა და დისკომფორტს. სწრაფად განიჭერთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. 2015 წლის 29 ივნისიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს დაფარავს. ვისაც გაქვთ მისწრაფება, წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, მიაღწიოთ წარმატებას და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას. საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5000 ლარამდე. წარმატებული რეგიონი, ძლიერი ქვეყანა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო. სწრაფი ონლაინ სესხი 1500 ლარამდე. პირველი სესხი 500 ლარამდე. საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე. კრედიტონჯი, ჩვენ ხვდით ფულს ხელმისაწვდომს. საზაფხულო აქცია. რეზიდენციები წყნეთის კაკლებში $650. Sunset 577-128-128. ელიტ ელექტრონიკში ბოშის ტექნიკის კვირეული დაიწყო. დაზოგეთ ბოშის ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე 500, სარეცხ მანქანაზე 150 და მაცივარზე 300 ლარი. ისარგებლე შემთხვევით, ისიამოვნე ფასდაკლებით. ჯეკპოტი კიდევ ერთხელ გათამაშდა. ახალი ჯეკპოტი 500,000 ლარზე მეტი. იმოძრავეთ. კაიხოთ რომ იცით ყურულს როგორ უნდა შველა ბაიხო დალიეთ ყველა ყურვილი განსაკუთრებით აქტიურად ვიტევს როცა ცხელა ბაიხო არის შველა არომატია ტამი ლიმონი ჟოლო ცივი ჩაი აწორებს ბაიხო მხოლოდ აგრილად როლად რო ანტელდება შენი სხეული უგახსნივი და გემრიელი ბაიხო დალეო კაიხოთ რომ იცით ყურულს როგორ უნდა შველა ბაიხო დალიეთ ყველა ყურვილი განსაკუთრებით აქტიურად ვიტევს როცა ცხელა ბაიხო დალიეთ ყველა საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს ეთერის სპონსორია Samsung-ის ფესტივალი. მხოლოდ ოფიციალურ პარტნიორებთან Alta OK-ში, Smile-ში და Metromart-ში შეიძინე Samsung-ის ტექნიკა და დაიბრუნე 500 ლარამდე. საღამოს ეთერის სპონსორია პორტალი MyMakti. Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti. უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. საღამოს ეთერის სპონსორია Supremos მაკარონი თქვენი ოჯახისთვის. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში ცეცხლის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს ეთერის სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. სახლი, რომელიც ჯერ არ უნახავს თბილისს. აბაშიძის 70. კონკრეტულად კურიერ 9 საათზე ფილიპე ბაბაიანს და არტურ ოგანეზიანს ხელზე მრავლობითი დაზიანება აქვთ მიყენებული. ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც ბრალდების მხარის განმარტებები დღეს არ გაუკეთებია. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ბაბაიანის ძმამ ჩვენება პროკურატურასაც მისცა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნის ფოტო გადასცა, რომელიც შესაძლოა ინციდენტის დროს ხამის კლუბთან ყოფილიყო. ბრალდებულების ბაბაიანისა და ოგანეზოვის საქმეში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ის დასკვნა ჩაიდო, რომელიც ამ დრომდე არ ფიგურირებდა. დასკვნა, რომელზეც ბრალდების მხარე არ საუბრობს, ადვოკატმა გაასაჯაროა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის, წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვის საგნის შეხების ზემოქმედების შედეგად. ფილიპ ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი სამართალდამცველებს მართლმიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებენ. რა ვითარებაში მოხდა დაკავებულებისათვის დაზიანებების მიყენება, ამაზე დღეს საქმის პროკურორს არ უსაუბრია. ადვოკატის მტკიცებით კი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ბაბაიანს და ოგანეზოვს დაზიანებები იმ დღეს მიაყენეს, როდესაც მათი დაკავება მოხდა. მიანიშნებს იმას, რომ ესე იგი ჩვენს მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. გამოკვლევის დროს შეიტყობთ ყველა. ის რომ ოგანეზოვს დაზიანებები აღენიშნებოდა სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმემაც დაადასტურა. თუმცა ძველი თბილისის პოლიციის გამომძიებელი, რომელიც დაკავების პროცესში მონაწილეობდა, ამბობს, რომ დაზიანება ოგანეზოვს დაკავებამდე ჰქონდა.
სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულების ოჯახის წევრები ბაბაიანისა და ოგანეზოვის უდანაშაულობაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდებზე ანგარიშწორება ვარდების მოედნიდან დაიწყო და ძველი თბილისის პოლიციაშიც გაგრძელდა, სადაც კლუბთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულები გადაიყვანეს. ჩემი შვილი ვერ ვიცარი და ეს ბიჭი რომელიც სადისტურად ექცევოდნენ და დღეს პროკურორი სადისტებს ხელს აფარებს. დღეს ქალაქის პროკურატურას ჩვენება ერთ-ერთი დაკავებულის ძმამაც მისცა. მან გამოძიებას ფოტოც გადასცა, რომელზეც მისი მტკიცებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია ასახული, რომელმაც ინციდენტის პროვოცირება მოახდინა. იქაც სცემეს, მაგრამ მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის პიროვნება თვითონ განყოფილებაშიც ისწრებოდა. ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი კლუბნაინში 4 თვის წინ მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით დაკავებულებს სამართალდამცველების სასტიკად გაუსწორდნენ. ოჯახმა ის ვიდეო მასალაც გაასაჯაროა, რომელიც მათი ინფორმაციით ბაბაიანმა მაჯის საათი დაკავების დროს გადაიღო. ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელიც საქალაქთაშორისო გადამყვანებს ლიცენზიებს უწესებს, კანონპროექტის ყველაზე სადაო მუხლი ფინანსური გარანტიებია, რაც ბაზარზე მოთამაშე მსხვილ კომპანიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. ასევე გაურკვეველია, რა კვალიფიკაციას ითხოვენ პროექტის ავტორები მძღოლებისგან, რომლებიც დღეს არსებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა კანონპროექტის არსებული ვერსია დაამტკიცა, სატრანსპორტო ბაზარზე შესაძლოა მხოლოდ მონოპოლისტები დარჩნენ. ისედაც გაჭირებულ ხავს კიდე ლიცენზია, ვის ექნება 5000 სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა, რომლებიც საქალაქთაშორისო რეისებზე მუშაობენ, ლიცენზიის პირობები დღეს გაიგეს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მათ მუშაობის ნებართვისათვის ანგარიშზე 5000 ლარი უნდა ჰქონდეთ. მძღოლების უმრავლესობა ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ. მაგრო ქონე გამინდა. ამე რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა? უნდა მოგდებ შეერია. 5000 მქონე, აქეთ წამოვიდოდი ამ ხაზზე და თავში ნერვიულობას. 5000 სახში ვედოს, მანქანაზე ვიმუშავებ. მე რა მისცეს მაგას ახლა. აბა რასწავლ? გადავარ სახში. 5000 ლარი რომ მომცა მანქანა, რა მინდა წამომწოვი სახში. ყველა ვერ შეძლებს მე რა. თქვენ? რა ვიცი, შეძლებს. ხო არ გააძვირებს? ხილბა გააძვირებს. ამდენი გაჭირება და როგორ უნდა იგიკნათ, ხალხმა როგორ უნდა გადაიხადოთ, ამდენი გადაწახდეთ. რატომ არის აუცილებელი ფინანსური გარანტიების მიღება? მძღოლებისგან გაუგებარია კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივისათვის. პასილ ურუშაძე ფიქრობს, რომ საქალაქთაშორისო გადამყვანებისათვის ლიცენზიების შემოღებით ბიუროკრატიული ბარიერები შეგნებულად იქნება, რაც ბაზარზე მხოლოდ მონოპოლიას შეუწყობს ხელს. შესაძლოა იყოს გარკვეული სხვადასხვა ინტერესები, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს დიდ კომპანიებს. მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის უნდა იყოს პირველ რიგში მგზავრთა უსაფრთხოების წესების დაცვა. მგზავრები რეგიონებში ძირითადად კერძო პირებს გადაყავთ ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანია. მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი ტრანსლოჯისტიკია, რომლისთვისაც მანქანებზე ფინანსური გარანტიების მოთხოვნა მისაღებია. შეიძლება ვიდაოთ იხრზე, რამდენად მისაღებია 5000 ლარი თუ ნაკლები იქნება, მაგრამ თვითონ ეს მსგავსი რეგულაციების შემოღება ჩვენი საზრით ხელს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას. სპეციალისტების განმარტებით ცვლილებები სწორედ მსხვილი კომპანიების სასარგებლოდ შეიმუშავეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ახალი რეგულაციების დაწესებას მგზავრების უსაფრთხოებას უკავშირებენ. არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის რაიმე კუთხით ბიზნეს გარემოს დამძიმება, ეს არის ქვეყანაში მინიმალური უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფა. პაკეტი პარლამენტში ჯერ არ შესულა უმცირესობაში ამბობენ, რომ ამ რედაქციით დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ ცვლილებების. პარლამენტში შესვლას ელოდება უმრავლესობაც. რო შემოვა კანონპროექტი, იქნება განმარტებითი ბარათი, რომელიც ახსნის ამ სიტუაციას. იქნება დამაკმაყოფილებელი. დაუჭერთ ხარს, არ იქნება დამაკმაყოფილებელი, არ დაუჭერთ ხარს. ის რაც გაღარიბებული ადამიანები, რომლებიც აქედან შემოსავალს იღებდნენ, კიდევ უფრო გაღარიბებებიან. უკთავდება მოედანი ერთი კონკრეტული კომპანიისთვის და ჩვენი მონაცემებით ეს არის კომპანია, რომლის უკანაც ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დგას. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მძღოლებს შესაბამისი დიპლომები ან სერტიფიკატები მოეთხოვებათ, თუმცა კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი არ კონკრეტდება. საკითხის განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე მოხდება. მართველი გუნდი მზად არის საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო დაძლევა შესაბამისად ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიღებული კანონის მთავარი პრინციპი არ გადაიხედება. ასე უპასუხა მმართველმა კოალიციამ ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის ალტერნატიულ პროექტს, რომლის მიხედვითაც ზედამხედველობის სამსახური მთავარი საფინანსო სტრუქტურის შემადგენლობაში რჩება. გიორგი მარგველაშვილს 10 დღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ პოზიციების შეთანხმება ვერ მოხდა ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხს კანონით დავით უსუფაშვილის ხელმოწერით ამოქმედება.
პრეზიდენტმა დამავალა აღნიშნული პროცესის წარმართვა და უნებრივია პრეზიდენტმა ვეტოს დადება არ იჩქარა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა. გიორგი მარგველაშვილი არ ეთანხმება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური ბანკიდან გამოყოფის თაობაზე. მთავარი მოთხოვნად სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალტერნატიული ვარიანტის განხილვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და არასამთავრობოებთან გეგმავს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთის მხრივ არსებული შენარჩუნება და ისეთი ასპექტების დამატება, რომელიც გააძლიერებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. შენიშვნები ჯერ არ უნახავთ, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. უმრავლესობა კანონპროექტში მთავარი პრინციპის შეცვლას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში არ დარჩება. კოალიციამ მზად არის პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, რომელზეც უკვე იმსჯელა პარლამენტმა და მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციას და დავძლევთ ვეტოს. მმართველი კოალიციის ვარიანტის მიხედვით საბანკო ზედამხედველობას დამოუკიდებელი საფინანსო სააგენტო განახორციელებს. ახალ სამსახურს კომერციული ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების უფლება ექნება. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ სააგენტოს შექმნა კომერციული ბანკების გაკონტროლებისთვის ჭირდება ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილს არ აინტერესებს რა მდგომარეობა არის საქართველოს ეკონომიკაში, მათ სურთ უბრალოდ დაიქვემდებარონ ეროვნული ბანკი. თუ არსებობს აღიაზრი უმრავლესობაში და თუ დარჩა, ვეცდებით რომ კიდევ ერთხელ ჩვენ პრეზიდენტის შენიშვნებიდან გამომდინარე ხელახლა დავაყენოთ ეს საკითხები. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ მიიღეს. მათი თქმით, ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევით ეროვნული ბანკი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ვერ განახორციელებს. საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში, ეს არ არის გათვალისწინებული. დანარჩენი უკვე არის ესეთი დეტალები, რაც სურათს ვერ შეცვლის. ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს რამდენიმეჯერ თვითონაც აღიარეს. მათ არ მოწონთ ის, რომ თქვა ეროვნული ბანკი არ ხარჯავს ბოლომდე რესურსებს. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებისთვის 10 სამუშაო დღე აქვს. ვეტოს დადების შემთხვევაში მმართველ კოალიციას კი 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ის დაძლიოს. თუ პრეზიდენტი უმრავლესობის ვარიანტს ხელს მეორედ არ მოაწერს, კანონს ამოქმედებისთვის დავით უსუფაშვილის ხელმოწერა დაჭირდება. 74 მსჯავრდებული დღეს საპატიმროებს დატოვებს ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა